მოკლედ რო თქვათ, რითი ჯობია ფსკერიან ბლოკს უფსკერო ბლოკი. პირველ რიგში ნაკლებად გადააქვს ნესტი, ნაკლებად გადააქვს სიცივე და სითბო, ნაკლებად ატარებს ხმას, მეტად ახშობს ხმას, ვიდრე ესა, პლუს შეგიძლია გაატარო შიგნით ელექტრობა და სხვადასხვა ფორტიფიკაციები, რომელიც გჭირდება. კიდევ ერთი რამ, დედალ-მამალი ბლოკების შესახებ, დედალ-მამალს უძახიან, როდესაც აქ ამობზეკილი აქვს და იქ შებზეკილი და ერთმანეთში ჯდება ესა. შეიძლება ეს უფრო სექსუალურად ჟღერს ერთის მხრივ, მაგრამ სინამდვილეში მანდამაინც დიდი პლუსები არ აქვს. არც მინუსები აქვს, მაგრამ პლუსი ასეთი ბლოკის არის ის, რომ აქ ჩანს ხარვეზი. დედალ-მამალის შემთხვევაში, როდესაც დაწყობილია ბლოკი, როგორ არის იქ ბათქაში მათ შორის, კეთილსინდისიერად არის თუ არ არის, არ ჩანს. და ასეთ შემთხვევაში პირდაპირ შუქს ატარებს და დაინახავთ ნებისმიერ შეცდომას, რომელიც შეიძლება უნებლიეთ და მოუვიდა გამკეთებელ მუშას. და ამიტომ ესეთი ჯობია, იმიტომ რომ მეტად დაზღვეული ხართ შეცდომებისგან. ამ ფსკერიან ბლოკს თავარი დანიშნულება აქვს ის, რომ ადვილად ედება ზეიდან რასტორი, ანუ ბათქაში. და ამიტომ უფრო ადვილია თითქოს დაგება, მაგრამ სინამდვილეში ამის დაგება კიდევ უფრო ადვილია, ამას ნახავთ, ესეთ ბმული, როგორ აკეთებს ამას უცხოელი ადამიანი. მოკლედ შემოძვირფასებო და შესანიშნაო ხალხო, მშენებლებო, კარგო ადამიანებო, ისარგებლეთ ბედეგის ბლოკებით და იქნებით კარგ ხასიათზე. არ ისარგებლეთ ბედების ბლოკებით, იქნებით უჟმურები და ივლით გლახა ხასიათზე. ქალებიც არ გაგიღიმებენ, მეზობლებიც სრულად შემოგხედავენ. აი ეს არის.